სოფელი კარკუჩის მცხოვრებლებმა მიმართეთ სამოქალაქო რეესტრს და მოვითხოვეთ ჩვენს სოფელში დაახლოებით 15 ადამიანის ესენი არიან მიწერილი პირები, რომლებიც ჩაეწერნენ იმისათვის, რომ იქით საზღვარს გასულიყვნენ, სარგებლობდნენ იმით, რომ ვითომ ცხოვრობდნენ აქ, ამიტომ ჩაეწერნენ, რეგისტრაცია გაიარეს. გამისამართება რო არ არის, იგულისხმება, რომ ეს ხალხი ჩაწერილია რომელიმე ჩვენთაგანის სახლში, რისი სურვილიც ბუნებრივია არ აქვს და რეესტრს მიმართეთ, ახლა ადგილობრივი ოფისი, რომელიც არის, მან უარი გვითხრა მოწერაზე დამისამართების არ ქონის გამო, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ, ახლა სანამ დამისამართება მოხდება, აგერ გავიდა წლები და დამისამართება არ მოხდა ჩვენი რეგიონის და შესაბამისად მოსახლეობა ამბობს, რომ ამათ ხშირად იყენებენ აიძულებენ ზოგს, თვითონ ამბობენ, რომ აიძულებენ ჩვენ ჩამოვიდეთ, არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ და ბუნებრივია ახლა არ ცხოვრობენ ესენი, მე შემდეგ არის რაღაცა სოციალური დახმარებები, შემდეგ არის რაღაცა წყლის გადასახადის საკითხიც რო დადგეს, რატომ უნდა გადავიხოთ ახლა მე ზედმეტი ადამიანის ვიღაცის, იმიტომ რომ იქ არის ჩაწერილი და რომელიც არასოდეს არ უცხოვრია, რომელსაც არ აქვს ქონება აქ, რომელიც არავის ნათესავი არ არის და უბრალოდ საერთოდ არის ის სოფელი, რომელშიც რამისამართიც მას პირადობის მოწმობაში უწერია, საერთოდ არ იცის. მოვაწერეთ აბსოლუტურად უმრავლესობამ ხელი და ვითხოვეთ, რომ რეგისტრაციიდან მოეხსნათ. ახლა უარი გვითხრა სერვის ცენტრმა ყაზბეგის რაიონის, მიმართავთ ზემდგომ ორგანოს, თუ ესეც არ დაკმაყოფილდება, ალბათ მიმართავთ სასამართლოს. მასიურად სოფელი ვითხოვთ, ამ მოწერილები იქნენ და სასა ვინც ცხოვრობს იმ ადგილზე იყვნენ დაფიქსირებულები ისინი. რა გვინდა გაბერილი ციფრი. ეს ვიღაცებს აწყობდათ ადრე. 2006 წელი იყო თუ 5 წელი დაახლოებით. მასიურად მაშინ ჩაეწერნენ. ორჯონიკიძეში უნდათ გასვლა და გადიოდნენ და ადგილობრივების ხელს უწყობდნენ ამ შემთხვევაში. მარტო ყაზბეგის რაიონს ჰქონდა უფლება გასვლისა, შეღავათი ჰქონდა. ხო, რუსეთთან დაკავშირებით და ამიტომ მასიურად მოვიდა ხალხი, არ ვიცი ვინ და საიდან როგორ და ვისაც აწყობდა მოძრაობდნენ.